ეროვნული ვალუტა გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან მიმართებაში 5 თეთრით გამყარდა. დღეს კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2 ლარად და 73 თეთრად შეიძლებოდა. რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3 ლარს აჭარბებდა. ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის განმარტებით ეროვნული ვალუტის გამყარებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს და ტენდენცია სავარაუდოდ ზაფხულში გაგრძელდება. ბოლო დღეების განმავლობაში ნამდვილად ლარი მყარდება და დაახლოებით 5 თეთრით არის გამყარებული ბოლო დღეების განმავლობაში და პრინციპში ეს მოსალოდნელი იყო. გამომდინარე იქიდან, რომ დაიწყო აქტიური ტურისტული სეზონი, ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მზარდია ტურისტების მაჩვენებელი და ამ მონაცემებს ცოტა ხანში კიდევ უფრო კარგად ვნახავთ, როდესაც ეროვნული ბანკი თუ ტურიზმის ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს მონაცემებს ზაფხულის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით და ბუნებრივია ტურისტების შემოდინებამ განაპირობა ის, რომ უცხოური ვალუტა შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში და ამან ლარის გამყარებას ხელი შეუწყო. ამავდროულად საგარეო შემოდინებები უცხოური ვალუტის არის საკმაოდ სტაბილური, როგორც ეროვნული ბანკის ინფორმაციიდან ვიცით. იქნება ეს ფულადი გზავნილები, დეპოზიტების მაჩვენებელი უცხოურ ვალუტაში თუ ასე შემდეგ, ყველგან გვაქვს დადებითი ტენდენცია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ ფულადი გზავნილები იზრდება ევროკავშირის და დასავლეთის ქვეყნებიდან, რაც ბუნებრივია წყაროა დოლარის და ევროს შემოდინების ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და ყველა ეს ფაქტორი ერთობლივად იძლევა საფუძველს იმისას, რომ ლარი გამყარდეს, ლარი გამყარდა კიდეც და მე ვფიქრობ, რომ ეს ტრენდი უნდა შენარჩუნდეს. ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ ლარის გამყარების კვალდაკვალ ეროვნული ბანკი რეზერვებსაც ზრდის. ანუ საკმაოდ მაღალია ფულადი მასის შემოდინება უცხოური ვალუტის ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ეს ყველაფერი განაპირობებს ლარის გამყარებასაც. ტენდენცია გაგრძელდება მინიმუმ შემოდგომამდე, ანუ წინ გვაქვს ჯერ კიდევ აქტიური ტურისტული სეზონი, წინ გვაქვს ჯერ კიდევ საზღვაო კურორტებზე სეზონის გააქტიურება და მე ვფიქრობ, რომ ივნისი, ივლისი, აგვისტო ამ ხრივ იქნება სტაბილური და ლარი პირით გამყარების ტრენდს აიღებს კიდევ, იმიტომ რომ წესით და რიგით ყველანაირი ფაქტორია იმის, რომ ჩვენთან ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს, ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდოს და მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ შემოდგომამდე ლარს გაუფასწრების მიმართულებით არანაირი საფრთხე არ ემუქრება და პირიქით გაგრძელდება ლარის გამყარება. რაც შეეხება შემოდგომიდან შემდგომ პერიოდს, ამას უკვე ალბათ დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები, ეკონომიკაში არსებული სიტუაცია და ფულადი შემოდინებების მდგომარეობა არის საკმაოდ დადებითი და ამ ყველაფერმა ბუნებრივია უნდა განაპირობოს ის, რომ ლარის გამყარება გაგრძელდეს.